მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის გადაცემა პირისპირ. მე ვარ გელა პეტრიაშვილი და ჩვენ ვიწყებთ. შემოგვიერთდით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ცნობილი ქართველი მსახიობი ეკა ნიჟარაძე. ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენ რომ ჩემი გადაცემის ერთ-ერთი პირველი სტუმარი ხართ და ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობას. პირიქით, ჩემთვის არის დიდი პატივი რომ შენთან მოვხვდი გადაცემაში, მართლა არ ველოდი მე რომ შენთლა ჩემ მეზობელი აღმოჩნდებოდი, იმიტომ შორიდან ძალიან მომწონდა შენი სიუჟეტები და მადლობა მოწვევისათვის. კი ბატონო. ქალბატონო ეკა, მოდი ჩვენი საუბარი დავიწყოთ ართანით, ხო? რაც გვაკავშირებს. ალბათ აი ბევრისთვის მოულოდნელი იყო თქვენ სამეგობროში, თქვენ საახლობლოში, როცა გაიგეს რომ ერთ დღესაც გადაწყვიტეთ, რომ ეს ქალაქის ხმაური მოგბეზრდათ და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი სწორედ კახეთის სოფელ ართანაში უნდა დაგეწყოთ. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? აი რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ? იცი რა, ბევრი წელია, კერძო, პრინციპში სულ მინდოდა სახლი სადმე სოფელში. იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არაფერი არ ქონდა, ანუ ჩემ ოჯახს ვართ ბევრი თაობის თბილისელები და მუდმივ პრობლემასთან იყო დაკავშირებული ჯერ ისეთ ზაფხულში დასვენება. ჯერ დედაჩემისთვის საწავიდოდით, გვექირავებინა, მერე უკვე მე და ჩემი შვილები, ნუ ბევრ სირთულესთან არის ეს დაკავშირებული და ძალიან მინდოდა ჩემი სახლი. და ავიხდინე ჩემი დიდი ხნის ოცნება. მინდოდა კახეთი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ კახეთი არის ახლოს და ძალიან მიყვარდა ყოველთვის აქ ჩამოსვლა არასდროს არ მეზარებოდა. მეგობრებთან ერთად, შვილებთან ერთად ფესტივალებზე დავდიოდი ბავშვობაში, აქ არაჩვეულებრივი მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა და საბედნიეროდ ეხლაც იმართება. და რაც შეეხება ართანის არსებობა, ასე ვთქვათ, გავიგე ჩემი იქაური მეგობრებისგან, უბრალოდ თბილისელი მეგობრებისგან, რომლებსაც უკვე ბევრი წელია ნაყიდი ჰქონდათ აქ სახლი და სულ მესმოდა, რომ აი ართანა და ისეთი სოფელი და გადასარევი და ლამაზი და ჩვენი საერთო მეგობრები. ჩვენი საერთო მეგობრებისგან, კი ბატონო და მართლაც ერთხელ მოვხვდი სრულიად შემთხვევით ალავერტში ვიყავი ნათლობაზე და გადავწყვიტე რომ მოდი ბარემ აქ ვარ ახლოს და ჩავალ ვნახავ ერთი რა არის ეს ართანა და რო ჩამოვედი ჩემი მეგობრები დამხვდნენ იქ და მომაძებნი იმ დღესვე ვიპოვე ეს სახლი რომელიც შემდეგ შევიძინე და ისიც ალბათ ჩემი ბედი იყო იმიტომ ეს სახლი მანამდე დაკეტილი იყო და ვისიც იყო იმ დღის ჩამოსული იყო იმ სახლის დასალაგებლად და ამზადებდა გასაყიდად რა და აი დაემთხვა რომ მეც ჩამოვედი ისე ჩამოსული იყო და ესე შევიძინე ეს სახლი. ანუ ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ერთ დღეში მიღებული საბედისწერო გადაწყვეტილება მე ვიტყოდი. ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე. ქალბატონო ეკა, როგორია თქვენი ყოველდღიურობა ართანაში აი და რით განსხვავდება ართანული ცხოვრება აი თბილისური ცხოვრებისგან? მე არაფერი საერთო არ აქვს საბედნიეროდ. აქ ართანულ ცხოვრებას თბილისის ცხოვრებასთან შედარებით, იმიტომ რომ ყველაფერს თავიდანვე სიჩუმეა. თავიდან სიმართლე გითხრათ გამიჭირდა აი პირველი ღამე, როდესაც აქ დავრჩი, მაშინ ჯერ არ მქონდა ეს სახლი მოწესრიგებული და 2016-ში ვიყიდე და აი ხა წელს მივხვდი რომ 10 წელი გავიდა რაც შევიძინე ეს სახლი და რემონტიც და ნუ აი ესეთ მოწესრიგება საკმაოდ გვიან დავიწყე პანდემიის დროს უკვე 2020-ში. და პირველად რომ დავრჩი, მაშინ არ იყო ჯერ გარემონტებული და რაღაც მატრასი ქონდა, ლეიბი, ძირს და ესე მეძინა და უბრალოდ ძილიც არ ერქვა ამას, რაღაც კოშმარში გავატარე, იმიტომ რომ იყო სრული სიჩუმე. საშინელი სიჩუმე იყო, ისეთი სიჩუმე რომ აი ყურში მესმოდა ჩემი ეს სისხლის მიმოქცევის ხმა და მაგან არ დამაძინე. ეხა უკვე მივეჩვიე და ძალიან მომწონს და მიყვარს და სრულიად განსხვავდება, იმიტომ რომ აქ თავს გრძნობ, მაგრამ ჩემთვის არის ეს ჩემი 64, იმიტომ რომ აი დილა, შუადღე, საღამო, მდინარე, მამლის ხმა, არ ვიცი, ძროხა, ბაყაყი, ყველაფერი მიყვარს, ჩიტები. და ნუ საქმეც სულ არის. საქმეც ეხა
როგორც ადრეს გადმოცემით ვიცოდი რომ სოფელში საქმეს რა გამოლევს, ეხა უკვე დანამდვილებით ვიცი რომ სოფელში საქმე მართლა არის. ის სასოფლო სამეურნეო ამ პროცესებში თუ ხართ ჩართული? კი, რამდენადაც შემიძლია, მაგ ბოსტანი ველოდები ხა პამიდორი როდის დამწიფდება, რომ შეუდგენელი საქმეს დანარჩენი უკვე კიტრი, რა ვიცი, ყაბაყი, მწვანელი, ტყემალი გავაკეთე, მსხალი დავკრიფე. დიდი მოსავალი წელს არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ცუდი ამინდები იყო. ეხა ყურყურზეს დავკანკალებთ ყველა. ერთმანეთს ვეკითხებით, აბა როგორ არის, თეთრი როგორ არის, შავი როგორ არის, რამე ხო არ შეეპარა და ასე შემდეგ. ძალიან აქტიურად ახალ ჩართული ამ პროცესებში. და რა გასწავლათ სოფლის ცხოვრება? იცით, ძალიან ბევრი რამე მასწავლა და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. განსაკუთრებით ეხა ჩემი ღვინოსთან დამოკიდებულება შეიცვალა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეხა ჩემ ბავშვობაში მახსოვს ძალიან მიყვარდა სტუმრად რომ მოდიოდა ჩვენთან ვინმე. ვაგემოვნებდი ხოლმე ღვინოს და მომწონდა. მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ეს სრულებით სხვა ღვინო იყო. იმიტომ რომ ჩემს გარშემო ვინც კი ღვინოს ასხავს, ყველასი არის ნატურალური და ეს არის აბსოლუტურად სხვა რამე. გარდა იმისა, რომ აღმოვაჩინე, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და ცოცხალი პროცესი, რომელიც კი, რა თქმა უნდა, ადამიანის ხელი ურევია, შენ უნდა მოუარო დაუშვათ ვენახს, შენ უნდა დაკრიფო, დაწურო, მაგრამ აი შენ რაღაცა პროცესის მერე იწყებს ღვინო დამოუკიდებლად ცხოვრებას, იმიტომ რომ ისე იცვლის გემოებს თავის ჭკუაზე, რომ აი აბსოლუტურად ცოცხალი ორგანიზმია რა და აი შენს გატარებს, გატრიალებს მის გარშემო. აი ძალიან მომწონს ეს პროცესი, ხა გუშინ გადავედი ჩვენ ქეთისთან და ერთი ბოთლი ღვინო გახსნა რომელსაც ეწერა რაღაც, არ ვიცი, ბოლო ბოთლი იყო დარჩენილი და რომ გავსინჯეთ იყო აი გადასარევი. და ნუ ვიკითხე მეთქი ვაიმე ეს რა კაი ღვინოა რაღაც და მითხრა რომ არის რაღაცა რომელიღაცა წლის და მაგ ღვინის ტონა ნახევარი გაუშვეს ჭაჭაზე, იმიტომ რომ გახსნეს, ჩათვალეს ქვევრი რომ გახსნეს, ნუ ჩათვალეს რომ არის რაღაცა, ნუ ვერ არის ისეთი კარგი როგორიც უნდა იყოს და გამოხადა ჭაჭა და გუშინ რომ გაიხსნა ის ბოთლი მივხვდით რომ ის ჭაჭა არ უნდა გამოეხადა და უბრალოდ არც აი 3-4 წელი სადღაც უნდა ყოფილიყო მიბინავებული ეს ღვინო იმისათვის რომ აი ესეთი მშვენიერი მსუბუქი გემრიელი ღვინო დამდგარიყო, მაგრამ მაგას ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ხო გენ ისევ და ისევ თავის ჭკუაზე გატრიალებს რა, აი სულ რაღაც პროცესშია. აი ისეთი ბედნიერი ხართ ამ ყველაფერზე საუბრისას. ხო, ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს, ხო, იმიტომ რომ აი სწავლობ მეც ეს სწავლის პროცესში ვარ რა. დაკვირვების. დიახ. ქალბატონო ეკა, რომ გადავიდეთ იმ ეკასთან, რომელიც პროფესიას ირჩევს. აი, რატომ ირჩევს არტისტობას? ამაზე ბევრჯერ მომიყოლია ინტერვიუებშიც და იცი, მე ეს პროფესია ავირჩიე იმიტომ რომ დავიწყებ ისე ღრმა ბავშვობიდან. მე დავდიოდი ბალეტზე. მაგ დამთავრებული ერთადერთი ქორეოგრაფიული სასწავლებელი საბალეტო საქართველოს მასშტაბით და ნუ თბილისშიც მით უმეტეს პროფესიონალი ბალერინა ვიყავი რა. ნუ ეგ იყო მაგის ანუ სკოლას რომ ამთავრებდი უკვე შემდეგ გადადიოდი ოპერაში ჩვენი ოპერის და ბალეტის თეატრში საცეკვაოდ. ასევე დავამთავრე მუსიკალური სკოლა, ნუ 10 წელი ვიარე მუსიკაზე და არც მუსიკა არ მინდოდა, არც ბალეტი რეალურად რა და ავირჩიე შუა, სადაც მუსიკაც არის, ცეკვაც შემიძლია გამოვიყენო და ნუ სცენა მიყვარს ძალიან მიყვარს სცენაზე დგომა. აბსოლუტურად ხვდები, რომ სხვა ადამიანი ხვდები, ოდნავ ამაღლებულ სივრცეში როგორც კი ხვდები, ხო, აი რაღაცა სხვა მაგია აქვს და ამიტომ გადავწყვეტ, რომ ჩამოვიბარებინე თეატრალურში და არ ვნანობ რა გამოხმაურება გქონდა მშობლების მხრიდან თუ იცი რა არ უნდოდაც არ იყო, მაგრამ ეხა ჩემი მშობლებიც მუსიკოსები არიან და ბუნებრივია უნდოდათ რომ მეც მაგ ხაზი წავსულიყავ. მამა ჩემიც პიანისტი იყო, დედაც მუსიკის მასწავლებელი
ჩემი ძმა, ჩემი და ანუ მუსიკალური ოჯახი ვიყავით რა და მსახიობები არავინ არ ყავდა და თქვენ დაარღვიეთ ხაზი. ხო, მე რაღაცნაირად შევცვალე ეს ტრადიცია და მიყვარს ჩემი პროფესია. რა ვიცი, არ მინანია არასოდეს. მაგრამ მანამდე მინდოდა ხან არქეოლოგი მინდოდა ყოფილიყავი, ხან ქირურგი მინდოდა ყოფილიყავი. ნუ რაღაც ის იყო ძიება. თქვენ შვილებს რა დამოკიდებულება აქვს თქვენი პროფესიისადმი? რა ვიცი, არაფერი განსაკუთრებული, სპექტაკლებზე მოდიოდნენ. ეხლა რაღაც ფილმი, სერიალი, რა ვიცი. ჩემი შვილებიც ამაში გაიზარდნენ, იმიტომ რომ უფროსი ორი შვილი რო გავაჩინა ინსტიტუტში სწავლობდი ჯერ და სულთან დამყავდა. მერე უკვე თეატრში რა დავიწყე მუშაობა, მაშინ ეხლა 90-იანებში არანაირ ძიძაზე ლაპარაკი არ იყო საერთოდ არც ასეთი მიუწვდომელი მცნება იყო ძალიან და ამიტომ ჩემი შვილები სულ ჩემთან ერთად იყვნენ, კულისებში ეძინათ, კულისებში ვაჭმევდი საგრიბეროში და ერთად გავიზარდეთ აი ამ სივრცეში რა. არ ფიქრიათ თეატრი პროფესია. არა, ჩემმა შუათანა ბიჭმა დაამთავრა თეატრალური, იგივე პედაგოგთან ვისთანაც მე დავამთავრე ბატონ გიზა ჟორდანიას და ხო, მაგრამ მე რაღაც აღარ მოინდომა და სხვა მიმართულები წავიდა. თუმცა მე არ მინდოდა რომ ჩაებარებინა, იმიტომ რომ ჯერტი მათი მამაც მსახიობი იყო და მაინც მეგონა რომ რთული ტვირთია რა, როცა მშობლები გყავს იგივე პროფესიის, დიდად სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ ბუნებრივია სულ გადარებენ, სულ რაღაც ეს იქნებოდა და რო ვეუნებოდი არ მიჯერებდა და ჭრდილში ხარ იმ მშობლებს? არა, იცი, ჭრდილში არ ხარ, მაგრამ ძალაუნებურად ძალიან ბუნებრივი მომენტია ხა ეს. იმიტომ კი რომ ვიღაცა ჩასაფრებულია. ძალიან ბუნებრივია ხა სცენაზე რო დგას დაუშვათ რომელიმე მსახიობის შვილი ადარებ და ნუ არ არის ალბათ ეს თვალ სასიამოვნო. აი, ვინან რა მიქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენ პროფესიულ ჩამოყალიბებაზე? თუ იყო ასეთი რა? არა, არ მახსენდება ისე რაღაც პროფესიულ ჩამოყალიბებაზე ხა პედაგოგი ახდენს რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლენას და პედაგოგმა უნდა კიდევ უფრო შეგაყვაროს ეს პროფესია და პედაგოგებში ძალიან გამიმართლა აი წეგანაც ვახსენებ ბატონი გიზა ჟორდანია იყო ჩემი პედაგოგი ინსტიტუტში არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ადამიანი, ძალიან დიდი იუმორის პატრონი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ამ პროფესიაში, საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში და ცხოვრებაში ადამიანს ჭირდება იუმორი. ადამიანს რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, ეს არის საშინელება და თვითონ ეს ადამიანის დარწმუნებული ვარ იტანჯება ამით. იმიტომ რომ ყველაფერს სხვანაირად ხედავს და მე გამიმართლა აი ჩემ პედაგოგში, შემდეგ უკვე თეატრში როცა მივედი, ასევე დათო დოიაშვილმა მიმიყვანა მარჯანიშვილის თეატრში რაც კონკრეტული სპექტაკლის ჩეხოვის დადგმას აპირებდა და ამისთვის და უკვე რომ მივედი დავრჩი შტატში ამიყვანეს მალევე. ეს არის 95 წელი. ხო და ნუ მსახიობისთვის რა თქმა უნდა რეჟისორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მსახიობი არის ესეთი პროფესია, შენ დამოკიდებული ხარ სხვაზე რა. თუ დაგაკავებენ, შენ მუშაობ, თუ არ დაგაკავებენ, ხარ უმუშევარი. ხშირად ამბობენ ქალბატონო ეკა, რომ თეატრში და ზოგადად ამ პროფესიაში ხშირია ინტრიგები. შიდა სამზარეულოში. აი თქვენ თუ გამოგიცდიათ ოდესმე საკუთარ თავზე, თუ აღმოჩენილ ხართ ამის მსხვერპლი და ნუ ასე შემდეგ. არა, სხვათა შორის იცი, ხო, სულ მესმოდა, რომ რაღაცა ინტრიგები ის არა, არასოდეს. ან მე თვითონაც არ ვარ დიდად მოყვარული ინტრიგების და არასდროს არ მიქექი არ ჩავძიები ვარ და ხო, ნუ ეხლა რა ვიცი, რაღაც სიმპათია, ანტიპათიის დონეზე კი, ეხლა შეიძლება დაუშვათ ვიღაცას ან შეიძლება რომ ვიღაცა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ რა ვიცი, მე თეატრში არ მქონია არასოდეს არავისთან პრობლემა და არც ჩემთან არავის არ მქონია პრობლემა და რა ვიცი, ისე ვიმუშავა 31 წელი, რომ არ მახსოვს არანაირი ისეთი ნეგატივი, რომ რაღაცა მან შემაწუხოს ან საქმეში შემიშალოს ხელი. არა, ნამდვილად არა, მაგას ვერ ვიტყვი და
ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალს თქვენს თორებს Instagram-ზე და აქტიურად ხართ ჩართული აი ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი უკეთესი ქვეყნის, საზოგადოების და აი მომავლის შექმნაში? უმნიშვნელოვანესია. და მეჩვენება რომ ხალხი იცი როგორ უყურებს ამას, აი მაგალითად მარშებზე რომ დავდივარ, ხო, აი შაბათის მარში, რომელიც ყოველ შაბათს ეს ძალიან კარგი ტრადიციაა, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ვინც ყოველდღე ვერ ახერხებს დაუშვათ რუსთაველზე მოსვლას, აუცილებლად მოდიან მარშზე. და რომ გავდივართ ხო რუსთაველზე, მანქანები გვისიგნალებენ მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, არიან ისეთები, რომლებიც არ მხარდასაჭერად და უკვე ვიცით ვინ როგორი განწყობით გვისიგნალებს და აი ამ ადამიანებს, რომლებიც არ არიან მარსზე, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები არიან, იცი როგორ შთაბეჭდილება რჩება, რომ აი რაღაც კონკრეტულ ადამიანების რიცხვს მიანდეს ეს ყველაფერი. ხვდები, თვითონაც კი უნდათ ევროპაც უნდათ კარგი ცხოვრება, რასაკვირველია მათთვის, მათი შვილების, ანუ არ ეთანხმებიან იმ პოლიტიკას, რაც დღეს საქართველოში არის, ხო, იმ ძალადობას, უკანონო პატიმრებს, არ ვიცი, ცენზურას, საშინელება ხდება, ვერც ვიმახსოვრებ იმდენი კანონი და რაღაც არ ვიცი, არა ადამიანური მოპყრობა სიტყვის გამოხატვა Facebook-ზე ვერ დაწერ, ხმას ვერ ამოიღებ, ხო? ანუ ეს განსაკუთრებით სკროლვა სკრინის თუ რაღაც ის ხალხი ამბავია. და ანუ ისინი ჩვენთან არიან, მაგრამ ფიზიკურად ჩვენთან არ არიან რა და ეგეთი ძალიან ბევრია. მე აი მაგალითად არჩევნების წინ 24 წლის არჩევნების წინ ნახევარი საქართველო მოვიარე, თუ შეჭის ვიყავი რაჭაზე. ანუ ძალიან ბევრგან მიყვარს საქართველოში მოგზაურობა საერთოდ, იმიტომ რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ულამაზესი ქვეყანა და მე ქართული ოცნების ამომრჩეველი არ შემხვედრია. ანუ არსად საქართველოს არც ერთ კუთხეში, ანუ აი ესე ფიზიკურად ყველა ამბობდა რომ აბა და სულილებები და ევროპა აი ესეთი მდგომარეობა იყო. ანუ სურათი სრულიად სხვა გამოიყვანეს არჩევნების მერე. ესეც გვარწმუნებს მაგაში, ხო? ხო. არჩევნების შედეგებში რაღაცა ეჭვი. არჩევნების შედეგი, თან ნუ მე ამ დამკვირვებელიც ვიყავი და ხედავდი რა ხდებოდა. ანუ რეალურად ხალხს ჭირდება ცვლილება. მით უმეტეს ახლა სოფელში ხო ჩვენთან რა ხდება? გზა არ არის, წყალი არ არის. კი, ჩვენი გამგებელი ვინც არის ცდილობს რაღაცა უკვე ხო გააკეთა რაღაც გზის საფარი დააგო ორ ქუჩაზე, ეგეც კარგია უკვე. წყალი დაბურღა, მაგრამ მაინც წყალი არ გვაქვს. ნუ ჩვენ ჩემდა შენორღობეში სულ მინდა რომ ვინმე ჩამოვიდეს გამოვასეირნო. შევახედოთ ერთი რა ხდება 21 საუკუნე დავალევინოთ და წყალი დავალევინოთ, აი წურბელა და ტალახი და აგავიგე რას ნიშნავს, უნდა ჩავბეროთ ონკას, რომ წყალი რო შეწყდა და ჩასაბერია და აი ვერაფერს ვერ მივხვდი რა არის ჩასაბერი. ეხა უკვე შეძენილი მაქვს ეს ნასოსი, რომ ადრე ლეო მაძლევდა ხო მე და ლეო უბერავდით ერთად და თუ ძალიან გაჭედილი მაშინ ტრაქტორს უნდა ჩააბერინო და ეხა მე და ლეო კარგად უბერავთ. უკვე ჩემი ნასოსიც მაქვს რომ მე თვითონ ჩავბერო. აი ეგენი ვისწავლე. ხო. აი ამ აქციებზე ვინებიც გამოდიან ამ მარშებზე ხშირად ისმის ხოლმე რომ აი ნაცები რაღაც დესტრუქციით შეპყრობილნი თქვენი აზრით ეს მართლა ასე გონიათ თუ უბრალოდ ამით ნიღბავენ რომ რაღაც კომპლექსი გაგიჩინონ რომ ნიღბავენ. ხო. რა თქმა უნდა. რანაირად თუ არ მე ნაცი და ნაცები თვითონ ყავთ პარლამენტში და რა ვიცი ყველგან მათ გვერდზე არიან. და ჩვენ რატო ვართ ნაცები? ის 9 წელი და ეს 14 წელი საწავიდა. გავიარეთ უკვე. 14 და 9 არის ძალიან ბევრი ერთად რო შეკრიბოდა. აი შენ აგერ ხო თქვი 2 წლის იყავი მაშინ შეძდა გაბრალო რომ ნაცი ხარ. გამაბრალეს უკვე. ქალბატონო იკა, ახლა გადავიდეთ თქვენ თეატრიდან გამოშვების თემაზე. აი რომ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო ეს პროცესები? აი რა იყო პირველი სიგნალი იმისა, რომ თეატრში ვითარება იცვლება?
იცი რა, სიგნალი იყო ის, რომ ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ლევან წულაძე წავიდა თეატრიდან. და წავიდა თეატრიდან, იმიტომ რომ ფაქტობრივად იძულებული იყო, რომ წასულიყო. იმიტომ რომ უკვე ისეთ პირობებს ქმნიდნენ კულტურის სამინისტრო, რომ თვითონ გაუშვებდნენ, მაგრამ ესე გამოვიდა, რომ ლევანმა თვითონ დაწერა განცხადება და წავიდა თეატრიდან და მე ვითამაშე მის ბოლო სპექტაკლში, რომელიც დადგა მარჯანიშვილის თეატრში. ეს სპექტაკლი ეხლაც არის რეპერტუარში, რაღაცა ერთი მიზეზის გამო ამას ახლა ვერ ვთამაშობთ, ანუ სპექტაკლი მოხსნილი არ არის. რაც შეეხება იმ ჩემი თეატრიდან გაშვებას, სიმართლე გითხრა, არავისთვის ჩემთვის არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ხელმძღვანელობა შეიცვალა, ბატონი ლევანი რო წავიდა, რაღაცა პერიოდი თეატრში არავინ არ იყო. შემდეგ უკვე წარადგინეს ახალი ხელმძღვანელი, ბატონი გოგი მარგველაშვილი და არ ვიცი, მან გადაწყვეტა, რომ მე უნდა გამიშვას თეატრიდან. ან ბოლო ხელშეკრულება, რომელიც 31 წლიანი მუშაობის შემდეგ სიცივეში, ყინვაში, უხელფასოდ წლების საერთოდ მუშაობდით, აი ჩემთან ერთად მოსული, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. აი ეს თაობა ფაქტიურად ეს ის თაობა, ვის მხრებზეც და ვის აი ამ 90-იანებმა გამოიარა, რა თქმა უნდა, უფროს თაობასთან ერთად რა. იმიტომ რომ ეს იყო ურთულესი პერიოდი, რომ ფეხით მივდიოდით ეს ორი პატარა ბავშვი მე პირადად დანარჩენებსაც არახელფასი შუქი ქრებოდა შუა სპექტაკლის დროს და ფეჩზე ვთფებოდით, ну საშინელება იყო. მაგრამ ჩვენ ეს გვიყვარდა და ჩვენ ამას ვაკეთებდით დიდი სიამოვნებით, რომ ჩვენი პროფესიაა და სხვანაირად არც გამოდიოდა და ну დღეს ეგ აირკვა, რომ აღარა ვარ საჭირო. და არანაირი ახსნა განმარტება არავის არ გაუკეთებია. ანუ რომ არც შემხვდა, მარტო მე კი არა, ну ჩემ კოლეგებს რა, ვისთან ერთად ეს არ დინახავთ ფიზიკურად. არა. ანუ იმის პატივიც არ დაგვდეს, ну ეს პატივიც არ ვიცი. არაფრად არ ჩაგვაგდეს ფაქტიურად რა, რომ ეთქვათ, რომ დიდი მადლობა იმისათვის, რაც გააკეთეთ, აღარ გვჭირდებით. ნუ არ ვიცი რა რაღაცა ფორმით ეთქვათ, ხო. თქვენ არ ქონიათ სურვილი ამ შეხვედრის სახელმძღვანელობასთან? არა, რა თქმა უნდა, არა, ვის რატომ უნდა შევხვდე. თუ მათ არ აქვს სურვილი, მე მით უმეტეს არ მაქვს არანაირი სურვილი. ხალბატონო ეკა, თქვენი აზრით რა იყო მიზეზი თქვენი თეატრიდან გაშვების? იცი როგორ გააკეთეს? მაგალითად ორნი ვართ, ვინც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით დღევანდელ ვითარებას ამ ქვეყანაში. შავსიაში ხართ ეს? ხო, ფაქტიურად. 2-3 არის ნეიტრალური. 2 არის ამ თავრობის მომხრე, მაგრამ აი ერთი, არ ვიცი, ალბათ 15 წელზე მეტია არაფერი არ უთამაშიეთ. თვები აი ესეთი მიქსი გააკეთეს, რომ რაღაც, ну, ამის სათავეში მეც მოვეკეცი. ანუ ეს პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული თავიდან ბოლომდე. მე ესე ვფიქრობ. როგორ შეხვდით ამ გადაწყვეტილებას, როდესაც გაიგეთ, რომ თეატრიდან გამოგიშვეს, დასრულდა? იცი რა, მე პრინციპში მზად ვიყავი ამისათვის, ისიც კი ვთქვი ხელს რო ვაწერდი ამ ბოლო სამთვიან ხელშეკრულებას, რომ გამიკვირდა, რომ შაშან გამიგრძელდა. ანუ წინა წელს რო გამიგრძელეს, ეგეც გამიკვირდა თქვა და ну ეს სამთვიანს რომ მოვაწერე, ხელი უკვე ნათელი იყო და ვიცოდი რომ ესე იქნება. შეგუებული იყავით? კი, რა თქმა უნდა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია თეატრში თავისუფალი გარემო და განსხვავებული აზრის არსებობა? აუცილებელია. ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, ყველაფერში აუცილებელია. თავისუფალი გარემო ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი აზრის ესე გამოთქმა ზოგს სცენიდან, ზოგს ქუჩაში, ზოგს არ ვიცი Facebook-ზე, სოციალურ ქსელში. და მას ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები უნდა იღებდნენ, ხო? ჩვეულებრივ უნდა იღებდნენ. ხო, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოთ. ყველას თავის აზრი აქვს.
მით უმეტეს როცა საჯარო პირი ხარ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ხო, არ შეიძლება, ხო. თუნდაც მე მსახიობი, ხო, არ შეიძლება ყველას მოვწონდე, ხო, როგორც მსახიობი. ან გარეგნულად ყველას მოვწონდე, ან ჩემი ხმა მოწონდეს ყველას. ან ეს არის კანონზომიერება, არ შეიძლება რომ ყველას მოწონდეს. და მიმღებლობა უნდა გქონდეს. ხო და თუ ვიღაცას არ მოსწონ ხარ, ამიტომ რა. უნდა დაგტოვო სამსახურის გარეშე. ხო, ან სამსახურის გარეშე, ან უნდა დაიჭირო ციხეში ჩასვა, ან აზრი რო გამოთქვა ქცემოს, ახლა გუშინ რამდენი ხალხი დაიჭირეს მასე, ხო? გოგოები თმებით ითრიეს და პოლიციელი ხელს ურტყავს სახეში ახალგაზრდა სტუდენტ ბიჭს. რა ვიცი, ეგეთი რამე სად გინახავთ ხალხნა? აი ჩემთვის ახლა გასულ ზამთარს იყო მე მგონი, აი ყველაზე მძიმე კადრი იყო ის, რომ ეს წაქცეული ბიჭი, ეს პოლიციელი ურტყავს მთელი ძალით, თუ ნახეთ ეგ კადრი სახეში წიიღს. როგორ არ ვნახე, იქ ვიყავი რამის და იქ ვიყავი რამის და ხო ეს დეკემბრის ეს აქციების მაკაჩიხლაძის ამბავი. მაკაჩიხლაძის ამბავი, ამდენი ხალხის დაპატიმრება, შაშა მთელი ზაფხულის სასამართლოებში გავატარე მე და ჩემ ართანაში ვერ ვიყავი ზუსტად მაგ მიზეზი, იმიტომ რომ ვერ ვჩერდებოდი, ანუ ვერ შევირგებ რა. რთულია როცა ახლა იქ ხო, ახლა მე აქ წყნარად პროცესები მიდის, ხო, თქვენ აქ წყნარად იყოთ და. ქალბატონო ეკა, ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში? ეხლა ველოდები პამიდორი როდის დამწიფდება. აი ამ ეტაპზე ვარ. გამზადე ტომატი. ხო, გუშ წავედი ბაზარში მინდოდა მეყიდა და ჯერ არ არის იქაც და ამასობაში ჩემიც მოიწევს. ანუ ველოდებით პამინდურის დამწიფებას. ხო, იმიტომ ძალიან ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი. დაგეხმარებით გაკეთე. ხო. ქილებს გაუკეთე სტერილიზაცია. ბატონო. ქალბატონო ეკა, აი სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? ვერაფერს ვერ გეგმავ. როგორც პროფესიული, როგორც არა, პროფესიული არანაირი გეგმა არ მაქვს. თუმცა შენ არის ეგ ამბავი და ახლა მოგიყვები. აბა, მაინტერესებს. საიდან ვიცნობ მე ნინოს ხარეტიშვილს ახლა გუშეშო. აი ზუსტად ლევანთან ჭოლასთან რო ვითამაშე ბოლო სპექტაკლი, ნინოს ესე პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ როგორც წერალს. და უცებ Facebook-ზე მომდის ნინოს წერილი, რომ გამარჯობა ეკა, მე ვარ ესა და ესა, ნუ მოწერილი და შენთან მაქვსო საქმეო და როდის შეიძლება დაგირეკო. მოკეთე შედგა ჩვენი კომუნიკაცია და ნინოს და უბრალოდ ნინოს ხო იდეა იყო ეს და ბერლინის თეატრში მეორე წელი ვითამაშე ნინოს სპექტაკლში, ნინოს პიესაში. აი ეს არის უდიდესი ბედნიერება ჩემი, იმიტომ რომ ისევ და ისევ რა მინდა ისე გითხრა რომ გონია რომ რაღაცა მთავრდება, ხო, რაღაცა ეტაპი. აუცილებლად რაღაცა გამოჩნდება ისეთი, რომელსაც საერთოდ არ ელი. ეს ზოგადად აი რაღაცის დასასრული ახალი დასაწყისი. ხო, გონია რომ აი თან ეს თბილისში ვითამაშე ეს პრემიერა, ვიცოდი რომ ლევანი მიდიოდა თეატრიდან და ძალიან სევდიანი იყო ეგ ამბავი, ძალიან რთული იყო ჩვენთვის მსახიობებისთვის, იმიტომ რომ ლევანი არაჩვეულებრივი ნიჭიერი, კეთილი ადამიანია. ბევრი წელი დაყო მარჯანიშვილის თეატრში და ძალიან ბევრი კარგი სპექტაკლი დღემდე არის რეპერტუარში მისი დადგმული. და ამ დროს ნინოსგან მივიღე ესეთი მოწვევა და ეს როდის ხდება? ეს ხდება 2 წელიწად ნახევარია უკვე. ეხლა დავამთავრე უკვე მორჩა ეს კონტრაქტი, მაგრამ ნინოს პიესაში ნინომ დადგა არაჩვეულებრივ თეატრში ბერლინში. ეს ბევრი მსახიობის ოცნება ალბათ. მე არ მიოცნებია, მაგრამ ესე შემთხვევით ჩამევარდა ხელში და იმის მერე ძალიან მეგობრობთ. უნებრივია. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ, რომ მადლობა შენ მოგბრძანდით. შენ დიდი მადლობა. ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.